წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის დემოკრატმა წევრებმა გამოაქვეყნეს სექსუალური მოძალადის ჯეფრი ეპშტეინის წერილები პლატფორმა X-ზე. ზედამხედველობის კომიტეტის წევრებმა დემოკრატებმა მიიღეს ახალი ელექტრონული მიმოწერა ჯეფრი ეპშტეინის მემკვიდრეობისგან, რომელიც სერიოზულ კითხვებს აჩენს დონალდ ტრამპის და მის ხელთ არსებული ინფორმაციის შესახებ. ეპშტეინის აღმაშფოთებელი დანაშაულების შესახებ ვკითხულობთ პლატფორმა X-ზე დემოკრატების მიერ გამოქვეყნებულ პოსტში და როგორც ხედავთ, გამოქვეყნებული არის 3 ელექტრონული მიმოწერა. საუბარი არის ათასობით დოკუმენტზე, რომლის ჩამოტვირთვაც შესაძლებელი არის კომიტეტის ოფიციალური ვებგვერდიდან, თუმცა დემოკრატულმა პარტიამ აჩვენა ის ნაწილები, სადაც დონალდ ტრამპი არის ნახსენები. ერთ-ერთ წერილში, რომელიც დათარიღებული არის 2011 წლის 2 აპრილით, ეპშტეინი წერს თავის დაახლოებულ პირს, გისლეინ მაქსველს, რომელსაც თავისუფლების აღკვეთა აქვს ამჟამად მისჯილი ადამიანებით ვაჭრობისა და სექსუალური ექსპლუატაციის გამო. წერილში, რომელიც არის გამოქვეყნებული, ვკითხულობთ. მინდა გააცნობიერო, რომ ის ძაღლი, რომელსაც არ დაუყეფია ტრამპია. შემდგომ არ არის ნაჩვენები კონკრეტული სიტყვა, თუმცა როგორც ხედავთ ზემოდან აწერია სიტყვა victim, ანუ მსხვერპლი. საათები გაატარა მასთან ერთად ჩემს სახლში. ის არც ერთხელ უხსენებიათ. პოლიციის უფროსი და ასე შემდეგ. მე 75%-ით დარწმუნებული ვარ. და მაქსველი ამაზე პასუხობს, მე ამაზე ვფიქრობდი. გაურკვეველი არის ის კონტექსტი, თუ რასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ამ მიმოწერაში საუბარი. თუმცა ეპშტეინი უკვე ამ დროს მას უკვე მოხდილი ჰქონდა 13-თვიანი პატიმრობა, რომელიც მისჯილი ჰქონდა მისი პირველი წაყენებული ბრალდებების შემდგომ. სხვა წერილში, რომელიც დათარიღებული არის 2019 წლის 31 იანვრით, გაგზავნილი არის ჟურნალისტ და ტრამპთან დაკავშირებით რამდენიმე წიგნის ავტორთან, მაიკლ ვულფთან, სადაც ეპშტეინი წერს, რომ ტრამპმა მას კლუბი მარლაგოდან წასვლა სთხოვა. ტრამპმა თქვა, რომ მან მთხოვა გარიცხვა, მე არასდროს ყოფილვარ წევრი, რა თქმა უნდა, მან იცოდა გოგონების შესახებ, რადგან სთხოვა გისლეინს, რომ გაჩერდეს. წერს ვულფს ჟურნალისტ ეპშტეინი. აღსანიშნავია ის, რომ მანამდე თეთრ სახლში ამბობდნენ, რომ დონალდ ტრამპმა მოითხოვა, რომ ეპშტეინი აღარ მისულიყო მის რეზიდენციაში მარლაგოში, რადგან ის ნაძირალა იყო და ტრამპის თქმით სპა ცენტრიდან თანამშრომელ გოგონებს პარავდა. ეს ციტატა. წერილებში, რომელიც გამოქვეყნდა, არ არის ნახსენები მსხვერპლის სახელი. კომიტეტის რესპუბლიკელმა წევრებმა განაცხადეს, რომ ამ წერილში საუბარი არის ვირჯინია ვუფრიზე, ყველაზე ცნობილ ეპშტეინის მსხვერპლზე, რომელსაც აქვს წიგნიც ამასთან დაკავშირებით დაწერილი. ჯუფრი ამბობდა, აღსანიშნავია ის, რომ ჯუფრის აქვს ნათქვამი, რომ მას არასდროს უნახავს დონალდ ტრამპი ჯეფრი ეპშტეინის სახლში, რომ ის მონაწილეობდეს არასრულწლოვნების წინააღმდეგ ჩადენილ ძალადობაში. თეთრ სახლში პრესპიკერმა განაცხადა, რომ დემოკრატებმა წერილები შერჩევითად გამოაქვეყნეს, რადგან ცდილობენ ტრამპის დისკრედიტაციას. თავად ტრამპი კი Truth Social-ზე გამოეხმაურა ამ ამბავს. დემოკრატები ცდილობენ კვლავ წამოწიონ ჯეფრი ეპშტეინის ფალსიფიკაცია, რადგან ისინი ყველაფრისთვის არიან მზად, რათა გადაიტანონ ყურადღება საკუთარი მარცხებიდან, რომლებიც დაკავშირებულია მთავრობის დახურვასა და სხვა მრავალ საკითხთან. ხოლო ძალიან ცუდი და სულელი რესპუბლიკელი მოხვდება ამ ხაფანგში, დაწერა დონალდ ტრამპმა. მე შეგახსენებთ, რომ ჯეფრი ეპშტეინი ბიზნესმენი მას წარუდგინეს ბრალი სექსუალურ ძალადობაში, ადამიანებით ვაჭრობასა და სექსუალურ ექსპლუატაციაში. გამოძიების თანახმად ჯეფრი ეპშტეინი სექსუალურად ძალადობდა არასრულწლოვნებზე და შემდგომ გადასცემდა მათ გავლენიან ადამიანებს. ასეთი იყო გამოძიების ვერსია. ეპშტეინმა 2019 წელს საპატიმროში მოიკლა თავი ოფიციალური ვერსიით. დონალდ ტრამპი იცნობდა ჯეფრი ეპშტეინს. ღია წყაროებში არსებობს ფოტოები, ვიდეოები, სადაც ისინი სხვადასხვა წვეულებაზე ერთად იმყოფებიან, თუმცა არსებული ინფორმაციით 2000-იანების დასაწყისში მათი ურთიერთობა გაფუჭდა, როდესაც გაჩნდა პირველი ბრალდებები ეპშტეინის წინააღმდეგ. აღსანიშნავია ის, რომ დონალდ ტრამპის გუნდი და მხარდამჭერები წინასაარჩევნო პერიოდის დროს ხშირად ამბობდნენ, რომ არსებობს ეგრეთ წოდებული სია, სადაც არის ჩამოთვლილი ის ადამიანები, ვისაც გადასცემდა ეპშტეინი არასრულწლოვან გოგონებს. შემდგომ ტრამპის გუნდის წევრები აცხადებდნენ, რომ როდესაც გახდებოდა ტრამპი პრეზიდენტი, აუცილებლად გამოაქვეყნებდა ამ სიას. ამასთან დაკავშირებით თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა გამოძიება და მიმდინარე წლის ივლისში FBI-ში განაცხადეს, რომ ამჟამად არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ასეთი სია ზოგადად არსებობს, თუმცა გამოკვლევა ჯერ კიდევ გრძელდება.